გამარჯობათ ძვირფასო ხალხო ყვავილების მოყვარულებო. ასეთი პატარა კალანხოეც მაქვს მე ამ რგოლსაც ციმბიდიუმებზე რო ჩავწერე ამავე დღეს ვიღებ 17 მარტს ანუ აი ესეთი პაწაწინა ჩემი კალანხოე. ეხლა ცოტა თეთრი ფერი მიეცა. ულამაზესია, ძალიან ლამაზი და ოთახსაც ისეთი კარგად უხდება არანაკლებ ორქიდეებზე და მე მგონი მეტადაც. ეს არ დევს თავს ინტერიერს, დევს თავისთვის ნაზი ყვავილი და უფრო გემოვნებიანი არის მე მგონი კალანხოე. ვიდრე გადატვირთული ბევრი ორქიდეები, მაგრამ ორქიდეები მიყვარს და ვერ მოვითმევ ხოლმე რომ არ ვიყიდო. ეს იანვრის ბოლოს შევიძინე. აი ესეთი პაწაწინა. ამაზე ადვილი მოსავლელი მცენარე მე მგონი არც არსებობს. ჩემმა შვილიშვილმა აჩუქა ჩემ დას და ჩემი და რო წავიდოდა ხოლმე და მიტოვებული რო იყო გახმებოდა ან დაიწვებოდა ან დაემართებოდა რა ვიცი იქიდანაც კი ამოიყრიდა ხოლმე პატარა რაღაც ყლორტს და მერე იზრდება. ეს ჩემიც ეხლა აქაც ძალიან პატარა ჩანს, მაგრამ უფრო პატარა იყო. და დიდი ხანია ყვავისა ეს კვირტები, არც კვირტები დაყარა სხვა ყვავილებივით. სტრესი არ განიცდა და ეს იმიტომ შევუძინე რომ მერე უნდა გადავიტანო ასეთ ქოთანში, აი შედარება ცოტა დიდში გადავიტან მერე და ჩავსვავ თავის კაშპოში. ესე იქნება ლამაზად. ეხლა დროებით აქციის სილამაზისთვის და თან სიმყარისთვის. არაფერი მოვლა ამას არ უნდა, ხო არის ასეთი ლამაზი, ნაზი, საყვარელი ლამაზი ფოთლებიც აქვს. თუ თქვენ არ დაგეზარებათ, შეგიძლიათ ფოთლები გაუწმინდოთ, ხოლმე ისაც არ აქვს ძალიან ბევრი ყვავილები და ან სიამოვნებას ანიჭებს და აქვს დრო, კარგი იქნება ფოთლების გაწმენდა. დანარჩენი რაფერი ჩვეულებრივ მიწაშია ჩარგული. სწრაფად განივითარა ეს მწვანე მასა. მე რო ვიცი რა პატარა იყო, საგრძნობლად ეტყობა, ეხლა გაზრდა. წყლის დასხმაც მიწა როცა ხმელი ექნება. მე ესე უსხავ ზამთარში და ზაფხულშიც ალბათ უფრო ხშირად. ულამაზესი პაწაწინა ყვავილები აქვს, რომელიც აი რა ვიცი სასწაულად ლამაზი განსაკუთრებით ვარდისფერი და თეთრიც ლამაზი იყო. პატარა ვარდებს მაგონებს ესე. მე საერთოდ ვარდები და ორქიდეები მიყვარს, ტიტები და ის ნამდვილი იაროა ტყეში როა ხოლმე ის. მაგრამ კალანხოიც ძალიან მოსაწონე ყვავილი აღმოჩნდა. ეგზოტიკური ყვავილები მიყვარს რა უფრო, მაგრამ აღარ ყვიდულობ, იმიტომ რომ ბევრი რო გაქვს, ბევრი. მთელი 2 დღე უნდა მერე უარო. მარტო ოთახის ყვავილებს და ეზოს ყვავილების ჩვენი ლამაზი კალანხოე. განსაკუთრებით რომ კარგად რო ვლი ხოლმე, პირველად დაიწყებს ძალიან გამრავლდება ჩემი ყვავილები. მერე საჭიროებს ქოთნებს, საჭიროებს მიწის ყიდვას, მოტანას, მე მანქანა არ ამყავს და ტაქსით მომაქვს ხოლმე ტომრით ვყიდულობ. მერე გადაიტანე, შეიტანე სახში, გამოიტანე, მორწყე და დიდი ენერგია ხომი აქვს. და რომელებიც ბევრი იყო ერთხელ გადავწყვეტე ყვავილების ჯგუფში ხალხი რო ყიდის, ჩემი სურათი გადავუღე და ვინც ახლა ყვავილები კარგად ვიცით რომ ნაყიდი მაგალითად კაქტუსი რო იყიდი ძალიან ლამაზიც რო ცოტა ხანს გაქვს და მალევე ლპება ხოლმე. მე რა ვიცი მილპება ხოლმე ნაყიდი კაქტუსები. 1-3 სახეობა მაქვს, რომელიც თვითონ მოტანილი დედა დალპა და მე იქიდან პატარა ისინი გავამრავლე. შვილიკოები რო ქონდა ამოყვანილი ლამაზი კაქტუსები კია გაყვავდა. ერთი ძალიან ლამაზი იყო, მარგალიტებს გავდა რაღაც ისეთი ლამაზი და მაქვს ისინი დატოვილი, მაგრამ რას ვიძახო და ეს ჩემი კაქტუსები, ჩვეულებრივი კაქტუსები, რომელიც სულ ყვავის, სულ
მეც დავდე ვიღაც ქალმა SMS-ი მომწერა პირადში, აიღე შენი ნაგავი, ყვავილებიო დამბლოკა და ეგ იყო აღარც გამიმეორებიაც და არა და რო ვაჩუქებდი ხოლმე ადრე ხალხს, მერე გული მწყდება რო არ უვლიან და გამხმარი უდევთ, მეზობლებს ვაჩუქე. რამდენიმე ყვავილი და არ მოუარეს. მეგობრებსაც ვაჩუქე და დაულბად გაუფუჭდათ. ჯობია რომ რაღაც სიმბოლურად პატარა თანხა მაინც გადაიხადოს ადამიანმა, რომ იქნებ მერე უფრო მოუაროს. კარგი იქნებოდა რომ ცოტა ყვავილები მომეკლო და გამეყიდა. მაგრამ ასეთი თავდასხმა მივიღე და შეურაცხყოფაც პირველივეც და ეს მგონი 3 წელის წინ იყო და აღარ გამიმეორებია. ვარდებიც მაგ ძალიან სურნელოვანი, როცა ვყიდულობდი ხოლმე ვარდებს, მარტო სურნელოვანს ვყიდულობდი და ზოგს 1 წელი ველოდებოდი, რომ მეყვავილეებს მოედანათ და განსაკუთრებულად კარგ სურნელოვანი ლამაზი ვარდები მაქვს. ისინიც რო ვცადე. რავით, რასაც სხვები ყიდიან, ბევრად იაფი-ფასი მივაწერე. მე მივაწერე, რომ როგორც თქვენ გინდათ ის გადაიხადეთ თქო და ერთხელ დილამდე 200 რაღაცა ადამიანმა მომწერა, რომ უნდათ სურნელოვანი ვარდისფერი ვარდი. მერე ყველა ადამიანი გაქრა. აღარ ისურვა. ეხლა ამ 200 რაღაც ადამიანისთვის რომ გამემრავლებინა, ყველა მოითხოვდა გამემრავლე აუცილებლად და თან იხვეწებოდნენ კიდეც. ასე მეგობრებო, ჯანმრთელობას გისურვებ თქვენს, თქვენ ყვავილებსაც, გაზაფხულივით ლამაზ ცხოვრებას და ყველაფერს საუკეთესოს. მადლობა ყურადღებისთვის.